მოგესალმებით, ამ ვიდეოში იქნება ახსნილი IDM-ის განახლებული ვებ აპლიკაციის გამოყენების ინსტრუქცია. აპლიკაციაში შესვლისთანავე დაგვხვდებათ ასეთი სურათი, სადაც იქნება თქვენი დღევანდელი რეპორტები და თქვენთვის ოპტიმალური თანმიმდევრობით დაწყობილი მარშრუტი. იმისთვის რომ რამე გაუგებრობა არ მოხდეს, პირველ რიგში გადაამოწმეთ სწორი დღე გაქვთ არჩეული თუ არა. ამისთვის დააჭირეთ ისრებს მარჯვენა ქვედა კუთხეში და სწორედ აერჩიეთ კვირის დღე. იმ დღეს, როდესაც პირველად გახსნით აპლიკაციას, კვირის დღე ავტომატურად იქნება არჩეული. შემდგომში რამე თვითონ თუ არ შეცვალეთ. თუ მოგიწიეთ რომელიმე დღის გაცდენა, ან გამოგრჩეთ რამე მაღაზია, მიმდინარე კვირის ბოლომდე შეგიძლიათ აირჩიოთ გამოტოვებული დღე და შეასრულოთ ის ნებისმიერ სხვა დღეს. რაც შეეხება რეპორტის ადვირთვას, როდესაც თქვენთვის საჭირო დღე გექნებათ არჩეული, შეგიძლიათ დაიწყოთ. როდესაც რეპორტს მივაჭერთ, შევვალთ რეპორტის ადვირთვის გვერდზე, სადაც უნდა ავტვირთოთ ორი სურათი იყო და გახდა. თუ მაღაზიაში ერთზე მეტი თაროა, მივუთითებთ საჭირო თაროების რაოდენობაზე და გაჩნდება ველი, სადაც შეძლებთ შემდგომი თაროების არჩევას და გადასვლას. ასევე შემდეგ თაროზე გადასასვლელად წინა თაროს იყო სურათი მაინც უნდა იყოს ადვირთული. სტენების რაოდენობის შეცვლა შესაძლებელი იქნება პირველი ადვირთვის შემდეგ, მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ თაროების რაოდენობა დარჩება ის, რომელიც თქვენ მანამდე ხელით მიუთითეთ. რაიმე ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდით სუპერვაიზერს. რაც ეხება სურათის ატვირთვას, ყველაფერი იტვირთება იგივე პრინციპით. შეგვიძლია ავტვირთოთ გალერეიდან ან პირდაპირ მანდვე გადავიღოთ სურათი. მაღაზიაში პირველად რომ მიხვალთ, ლოკაცია ავტომატურად მიებნევა მაღაზიას, როდესაც ატვირთოთ სურათს. ამიტომაც, როდესაც პირველად დაიწყებთ სურათის ატვირთვას, გთხოვთ მაღაზიასთან ახლოს ან პირდაპირ მაღაზიაში იყოთ. ასევე, რაც შეეხება სურათის ატვირთვას, სურათი ბოლო ნახევარ საათში უნდა იყოს გადაღებული. სხვა შემთხვევაში საიტზე არ მოგიგდებთ შეცდომას. რაც ეხება რეპორტის ატვირთვის პირობებს, იმისთვის რომ დავალება სრულიად შესრულებული ითვლებოდეს, მაღაზიის ყველა თაროსთვის უნდა იყოს გადაღებული იყო და გახდა სურათები. თუ რამე არ აიტვირთა, რეპორტი აისახება, მაგრამ შესრულებულად არ ჩაითვლება. ამიტომაც მაღაზიაში თუ არ შეგიშვებენ, მაინც ყველა თაროსთვის იყო და გახდა სურათი, გადაუღეთ მაღაზიას და კომენტარში მიაწერეთ რა პრობლემას წააწყდით. იმისთვის რომ დაათვალიეროთ შესრულებული სამუშაო, გადახვალთ რეპორტების გვერდზე და ასორტირებთ იმ პარამეტრის მიხედვით, რომელიც საჭიროა და ნახავთ ყველა თქვენ ატვირთულ რეპორტს. ასევე აქ იქნება ნაჩვენები, რამდენი რეპორტი ატვირთეთ და რამდენი დაასრულეთ. რაც შეეხება წაშლას, რამეს თუ წაშლით სამუდამოდ არ იშლება და მიდის სანაგვეში. იმისთვის რომ სანაგვიდან სამუდამოდ წაშალოთ, გადადით თვითონ სანაგვეში და იქიდან შეგეძლებათ სამუდამოდ წაშლა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ რამე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ პირდაპირ დაგვიკავშირდეთ. ჩვენი მონაცემები იქნება ქვევით აღწერაში.